მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მადლობა თვითონ თქვენთაგანს. თქვენი კომენტარებისთვის, გამოხმაურებებისთვის, უკავშირისთვის, თქვენი მდობისთვის, ხო? იმ თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული მადლობა, ვინც მიზერული, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მადლიერების წილი შემოწირულობა, ასე ვთქვათ, ხო, გაიღო არხისთვის და არხის აღწერაში მითითებულ ანგარიშზე ის ძალიან პატარა თანხა გადმორიცხა, მაგრამ მაინც გადმორიცხა. ნუ მინიმუმ 3-4 სანთლის თანხა მაინც მოგროვდა, ხო, იმ რამდენიმე ადამიანის მხრიდან, რომელიც ისევ თქვენ მოგხმარდებათ და ისევ თქვენს ცნობის მოყარეობას. ხო, პირად კონსულტაციებზე იცით, სად უნდა დამიკავშირდეთ. მესენჯერში ალების ტარო მომწეროთ და შევთანხმდებით, ხო? დროზე, ასევე სანთლის გადასხმობისაც გაინტერესებთ. და დღეს მოდით ყოფილი მოვიკითხოთ, თუ ყოფილები, ხო? ორ ვარიანტზე გავაკეთოთ. მოდით ასე გავაკეთებ, პირველი ჯადოსნური ლამპარი იყოს და ჯადოქრების ბაღის ტარო და მეორე იყოს ესეთი ანგელოზის გასაღები და იყოს ნათელმხილველის ტარო, ხო? აირჩიეთ პირველი, მეორე და დავწყოთ პირველი ვარიანტით. ვინ არის თქვენი ყოფილი, ხო? ვისზეც ახლა ფიქრობთ და ვის ამბებსაც ვიგონებთ. და გვაინტერესებს ის როგორ გვიგონებს, ხო? როგორ გვიხსენებს ჩვენ. ვინ არის? ფინანსურად საკმაოდ ისე გაწონასწორებული, საკმაოდ კარგ ენერგიებში მყოფი ადამიანი, მატერიალურად, ხო, რომ არ უჩივის არაფერს. ოღონდ პაჟია. ასე ვთქვათ, ემოციებში, ხო? ხო, ცოტა იმპულსური, ცოტა ისეთი ემოციურიც, ნამეტანი ახალგაზრდული ენერგიებით, ხო? არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ხანმოკლე რომანსაც უკავშირდება ეს და არ არის დიდად ისეთი ფესვგადგმული ღრმა, ისეთ ურთიერთობას უყურებდეთ. აბა კიდე ვიკითხოთ, ვინ არის ჩამოკიდებული მამაკაცით. ნუ ადამიანი, რომელიც ხშირად გადის ტრანსფორმაციებს, იხერხებს და ხშირად იგდებს თავს ისეთ სიტუაციაში, როცა ბევრი რაღაცის გამო რაღაცებზე უნდა პასუხი გასცეს, რაღაცებზე პასუხი უნდა აგოს, ხო? რაღაცების წილად, რაღაცები გაიაროს და მერე კიდე მიიღოს შანსი. ოღონდ ერთი მომენტია, რომ სამყარო სააჯილდოვებს რა შანსებით. ხო, ბევრი ბრძოლის შედეგად მაინც წინ ესე ნახეთ, ლოტუსის ყვავილებია, რაღაცა მედიტირების ფონზე. მაინც გამოდის ნებისმიერი სიტუაციიდან, ხო? და აგრძელებს ცხოვრებას. კარგით, თქვენ შორის რა იყო, რა ურთიერთობა იყო ეს, ვნახოთ, რომ თქვენ მიხვდეთ სიგნიფიკაცია თქვენია თუ არა და ღირს თუ არა გაგრძელება. თქვენ ფარული ურთიერთობა გქონდათ დიდი ალბათობით, მეგობრებო. არ იყო ეს ისეთი ძალიან დიდი იყო მიჯაჭვულობა, უფრო რაღაც მიწიერ სიამოვნებებზე მორგებული ურთიერთობა იყო. ხო, არის შეიძლება რაღაცა ოჯახსაც გეგმავდით, ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცები ისე არ აეწყო, ხო, მაგრამ ძალიან ისეთი ჰარმონიული, შეწყობილი ურთიერთობა გქონდათ, სადაც ორივე მხარე ისეთ ენერგიებში გადადიოდით, რომ მე გარშემო ყველაფერს სხვა დომინოს პრინციპით აალაგებდით, ხო, საერთოდ ესეა შეყვარებული ადამიანი, ყველაფერს უფრო სხვანაირად სწრაფად აკეთებს, ხო, და სხვანაირი ხარისხით, ანუ თითქოს სამყარო გეხმარება ყველაფერში მართლა, ხო, იმიტომ რომ რა არის სიყვარული, არის ენერგია და სიყვარულის დროს ადამიანი ძალიან მაღალ ვიბრაციებშია, ხო, ნამდვილ სიყვარულზე ვამბობ, ხო? გრძნობაზე. ნამდვილი ახლა ზოგადად პირობითია სიყვარულის კლასიფიცირება ეგრე არ ხდება, ხო? ვიღაცისთვის ესეა, ვიღაცისთვის ისეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როცა უანგარო უპირობოა, ხო, დამოკიდებულება რაღაცებს რო არ გამოელი, ეს მომენტი გქონდათ თქვენ წასახად. კი.
შეიძლება რაღაცა სამსახურსაც უკავშირდება და იმ მხრივ რომ ან საერთო რაღაცა ბიზნესი გქონდათ, საერთო კვეთის წერტილი გქონდათ თანხობრივადაც. არ გამოურიცხავ მეგობრებო, რომ ამ ადამიანთან თქვენ შვილები გყავდეთ. არ გამოურიცხავ, რომ თქვენ ამ ადამიანთან შვილები გყავდეთ და არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ მასთან იყავით ოფიციალურ ქორწინებაში. დამიდასტურე, კი. კი. აქ უფრო 90% გაცილებული მეუღლეების სიტუაციას ვუყურებთ. დიდი პროცენტი და ეს რატო ვერ გავაჩერე ერთ ადგილ. კარგით. მოდი ახლა ვიკითხოთ, ახლა ყავს ვინმე? მის გვერდით ამჟამად არის სხვა ქალი? არა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არჩევანი შეიძლება გქონდეს, ბევრი ადამიანიც მის გარშემო ტრიალებდეს, არა. აქ უფრო რაღაცა მომავლის დაგეგმა, რაღაცა უფრო ოცნებებია, ილუზიებია. ვერ ვიტყვი, რომ აქ მაგი არ მეუბნება, თუ ეს რა არის ერთი წამით? არა. არა. მე აქ არ მიჩანს, რომ ამ ეტაპზე ამ ადამიანს კი, ფლირტების დონეზე რაღაცა, დროებითი ურთიერთობები, მაგრამ ის რომ ეხა ოფიციალურად ვინმე სტაბილური ადამიანი ყავდეს, ამ ვარიანტში ეს არ მიჩანს. კარგით, ახლა ის ვიკითხოთ. ამ ეტაპისთვის როგორ არის? ხო, ხუთიანი თასებით კი მიჩვენა როგორც არის, მაგრამ მოდი მითხარი, შენ როგორ გრძნობ თავს ახლა ამ ეტაპზე? ეს გითხარი. ზომიერებაშია. ისევ გამიმეორდა ხუთიანი თასები. სინანულშია რაღაცა დამსხრეული იმედგაცრუებები, ხო, რაღაცა გაფუჭებული ურთიერთობები. ხუთიანი კვერთხებითაც რა შემიძლიათ გითხრათ. რაღაცა თვით ჩაკეტილობა, ისევ მაგის არკანი, ხო? ანუ რა ენერგიებშია და გეტყვით, მეგობრებო. საქვეყნოდ თითქოს რაღაცეები კარგად ვარ, მაგრამ შიგნით დანგრეულია. რაღაცა ბავშვური ნოსტალგიები აქვს. შეიძლება რაღაცა ბავშვობასთან ხო არ ასოცირდებით, ბავშვობის დროინდელი ურთიერთობა ხო არ არის თქვენი. ან მაქვს ძალიან დიდი თავისი ბავშვობის პერიოდთან, ან მზის არკანით საკუთარი შვილების ძალიან დიდი მონატრება აქვს და ამ ენერგიებშია. იეროფანტის არკანი და იაკი დამიჯდა თქვენთან მიმართებაში რა ენერგიებშია, ხო, უფრო სწორედ. აქ დანგრეულია ურთიერთობა რის გამო? ორი სამკუთხედის გამო, ღალატის გამოა ურთიერთობა დანგრეული, დამიდასტურე რას მეუბნები. დამიდასტურე აბა. კი. ღალატის გამოა ტრანსფორმაცია, კი, აი ერთ წამით ცალსახად. რაღაცა არასწორი არჩევანი, ან გაუკეთებელი არჩევანი და ბოლოს, კი, სამკუთხედის ვარიანტი ყველა შემთხვევაში აქ ტრიალებს და ბოლოს გულის ტკენა. კაი, წეღა რო ვიკითხე, მე არ მაჩვენა არკანებმა, რომ ახლა ამ ეტაპზე ყავს ვინმე მას გვერდით პარტნიორი. კი, აჩვენა რაღაცა ფლირტების დონე, მაგრამ არ მიჩვენა ის მომენტი. აბა ეხლა მოდი ავკრებ ამ არკანებსაც და კიდევ ერთხელ ვიკითხავ, ხო? ჩავიკითხოთ, ჩავეძიოთ.
ყავს ამ ეტაპზე სხვა ქალი, ამ ადამიანს ან სხვა მამაკაცი გვერდით? არა, რა არის იცით? რაღაცა უფრო არა. აქ უფრო დროებით ეპიზოდურ ურთიერთობებს მიჩვენებს, მეგობრებო. არა, დროებით ეპიზოდურ ურთიერთობებს მიჩვენებს, არა. ან შეიძლება რაღაცა პერიოდი ყავდეს ვიღაცა, ხო? ჯანმრთელ ადამიანს ვიღაცა ჭირდება გვერდით. მე რაღაცა პერიოდი სხვა ის რომ ახლა სტაბილური და რაღაცა შორ პერსპექტივებზე გათვლილი აქ არ მიჩანს. კაი, ახლა უცებ მითხარი მაშინ შენ. ვინც მიყურებს ახლა იმ ადამიანთან დაკავშირებით რა ემოციებში ხარ? მიყვება როგორი ბედნიერი და კარგი ურთიერთობები გქონდათ. როგორ კარგად იყო ყველაფერი. და რომ ყველაფერი გააფუჭა რაღაცა ფარულმა, რაღაცა არასწორმა, ხო? ფარული ურთიერთობა იყო გარშემო. ცალსახად. კი ბატონო, მერყეობა მაიწონა, დაიწონა რაღაცა არჩევანმა და წარმოსახვებმა, ილუზიებმა, რაღაცა არასწორად მიღებულმა გადაწყვეტილებმა, ხო? გადაწყვეტილებებმა რომ რაღაც პერიოდში ვეღარ მართა საკუთარი სიტუაცია და მივიდა სამსჯავროს არკანით აი ამ სიტუაციამდე. გაბომჟდა ხო ემოციურად და არ რჩება ფინანსურადაც დიდად ახლა ვარსკვლავს არ ეთამაშებოდეს. ნუ პურის ფული ქონდეს, მაგრამ რაღაცა სწავლებს არ. კაი. გენატრება, აი როგორ იხსენებ, რა ემოცია მთავარი, რაც ასოცირდება ადამიანთან, რომელიც მიახლა მიყურებს. შენი მთავარი ემოცია, ვნებები. ქარიზმა, წარმატება, გამარჯვება, სტაბილურობა, წინსვლა, გვერდში დგომა, აი რა ვიცი. ტუზი კვერთხებით რა შემდეგ ხო? მზრუნველობა, თანამგრძნობა, მხარდაჭერა, უპირობოდ, აბსოლუტურად, აი უპირობო მომენტი ხო, რომ სტაბილურობა, ოჯახი, აქ ცალსახად დანგრეულ ოჯახია და რომ ახლა ყველაფერი არის ჩაკეტილი, ხო? ასევე ძალიან კარგი ფინანსური მომენტები ქონდა თქვენთან ერთად, თქვენ მისი პენტაკლების დედოფალი იყავით და თქვენთან ერთად მოკლედ ყველაფრის დაწყებას აზრი ქონდა, ხო? კი ბატონო, თქვენთან ყველაფერში სისავსე იყო, წარმატება იყო. ცუდი ემოციებით არ გიხსენებ, თქვენ მისი ძალა იყავით, თქვენ ყველაფერი იყავით მისი. და რამ გააფუჭა, რა მოხდა, რამ გაფუჭდა მერე ურთიერთობა, რატო? და კიდევ ეხლა ტრანსფორმაციას გადის, ეხლა რაღაცა დაფიქრებების ზღვარზეა, რაღაცა მოგონებები, ილუზიები, გულისწყეტები, ხო? ინფორმაცია ყველა ვარიანტში თქვენ შესახებ აინტერესებს. ცალსახად. და ფიქრობს, რომ ბედის პორპალით შეიძლება კიდე რაღაცები მოვიდეს კიდე, ანუ გაუჩნდეს შანსი იმისთვის, რომ თქვენ ამდე მოვიდეს და თქვენი ურთიერთობა დიდი ნგრევის მერე აღდგეს. ფიქრი ცალსახად ასეთი აქვს. თქვენთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი ყველა შემთხვევაში უტრიალებს. კაი, მოდი ახლა მითხარი, იმოქმედებ იზამ რამეს, ანუ ამ ფიქრებს ქმედებაში გადაიყვან? გადაიყვან ქმედებაში?
ფიქრობს. ძალიან ბევრს ფიქრობს და თვლის რომ გამოუვაკიდეთ. ისევ ნახეთ, ისევ ბეცმიანდა ყველაფერი და დარწმუნებულია რომ ყველაფერს რო გაანულებს და რაღაცნაირად გადაივლის დრო ყველაფრის მკურნალია. დაახლოებით ეს ინფორმაცია მომდის მეგობრებო. თვლის რომ გამოხვალთ თქვენ ხმლების დედოფლის პოზიციიდან და ყველაფერს დაიწყებთ ახლიდან. აქ ბავშვები ძალიან დიდ როლს თამაშობენ თქვენს ურთიერთობაში. მადლობა პირველ ვარიანტს, ეს ცალსახად ოჯახური დრამის ამბავი იყო და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. და დათემ ხილველის ტაროზე. და ვნახოთ. როგორ გიხსენებთ? ყოფილი ადამიანი მოვიკითხოთ ხო რა შვება როგორ არის. ჯერ ვინ არის ეგ ვნახოთ. ეს ძალიან წარმატებული ადამიანია, ადამიანი რომელიც არც მეტი არც ნაკლები ან ძალიან კარგ პოზიციაზე მუშაობს, ან თავისი ბიზნესი აქვს, მეოცნებეც ამავდროულად ისეთი შემოქმედიც ხო რაღაცა პროექტები, რაღაცა სიახლეები, რაღაცა ცდები, რაღაცა ანუ მზად რომ არის რომ არ დაჯერდეს ერთ სიტუაციას და აი ერთის პარალელურად მეორე რაღაცა დაალაგოს ხო ფინანსურ ნაწილში, კარიერულ ნაწილში. საკმაოდ აქტიური, საკმაოდ წარმატებული ადამიანი. კი ბატონო, სავსე. ყველაფრით ადამიანი, რომელიც შეიძლება დღეს ქორწინებაშიც იმყოფება, არ ვიცი. ვნახოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა მიმართულებით ძალიან შემდგარი ადამიანი. კარგი. თქვენ შორის რა იყო, მოდი ხა ეგ გითხრას ხო ტარო. რა ურთიერთობა იყო თქვენ შორის? რა ურთიერთობა იყო თქვენ შორის? კიდე რა ურთიერთობა იყო თქვენ შორის? აქ ემოციებზე. ნებებზე. აქ ბევრია, ძალიან ბევრი წყალია, ბევრი თასია გოგოებო. და ბიჭებო, ხო რა ვიცი, მის მიყურებ. ძალიან დიდი რაოდენობით არის წყალი. კარგით. მოდით მივყვეთ, ხო? რა ურთიერთობა იყო თქვენს შორის? ძალიან ბევრი არკანი ამოვიღე რატომღაც. მაგრამ რაღაცნაირად ალბათ მოითხოვა, ხო, სიტუაცია ისე შეიძლება ორი არკანი ამოვიღო და ისეავლაპარაკდე ხოლმე. მაგრამ ოთხიანი ხმლებით რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო, მაგრამ ოთხიან ხმლებამდე სანამ მიხვიდოდით, ალბათ ამ სიტუაციამდე რაღაცა სხვა სიტუაცია მიგეყვანათ, ხო? იმიტომ რომ ეს არის უკვე სტაგნაციის არკანი, როცა აი არაფერი, შეიძლება ავადმყოფობაც არის, ხო? შეიძლება ისეთი სტრესია, რომ აი, ნუ თითქმის სიკვდილს უდრიდეს რაღაცა თავის დაცვის მომენტი, ხო? შიშ ფოთვა, არ ვიცი. ნახოთ. ან მეორე მომენტია ამ მდგომარეობაში გაიცანით ეს ადამიანი და მივყვეთ ახლა სიტუაციურად, ხო? რაღაცა თქვენს ემოციებში იყავით, რაღაცა თქვენს ილუზიებში იყავით, რაღაცით დაღლილი, რაღაცით უკვე მობეზრებული, ახალ ნაპირს გასცქეროდით. რაღაცა დიდი ტრანსფორმაციის მერე, როცა რაღაცა დიდი ეტაპი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში,
გამოჩნდა ეს ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით იყო იმპერატორი უკვე. დიდი ალბათობით ეს ადამიანი ამ ადამიანს ოჯახი ჰქონდა, შვილებიც ჰყავდა, შეიძლება შვილიშვილებიც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ადამიანმა თქვენს ცხოვრებაში ძალიან ელვისის სწრაფით შემოაღწია. ხო, ისე რომ თქვენ თვალის გახელაც ვერ მოასწარეთ თითქოს, გავახილეთ თვალი და აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდით. ბავშვით მიენდეთ, ხო, რაღაცა ახალს იმ judgment სამსჯავროს არკანის მერე თითქოს გადაწყვიტეთ, რომ ამ უსასრულობაში რაღაცა ამ სულელის არკანში ძაღლი არ ყავს გოგონას, ხომ ხედავთ, მაგრამ აქ ზოგი ამას თილისმას უწოდებს, ზოგი რაღაც თვალს უწოდებს, ზოგი ლამპარს უწოდებს, რაც კიდე დავარქვათ, ხელთ უკავია რაღაც ისეთი ძალა, ხო, რომ იცის რომ გადავეშვები და всё ყველაფერი კარგად იქნება. ესეთი მომენტი ქონდა თქვენთან მიმართებაში. ადამიანი ყველანაირად იხარჯებოდა თქვენთვის, უპირობო მომენტი ქონდა, ან თქვენ გქონდათ მისთვის, ხო? ეს თქვენს შორის რა ხდებოდა, იმას ვამბობ. რაღაცა აკუთხით და ახალი შეიძლება რამე ახალ რაღაცა ერთადაც აწყობდით რამე სიტუაციას არ გამოვრიცხავ რამე სამსახურებრივსაც უკავშირდებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პენტაკლებიც საკმაოდ ბევრია აქ და რაღაცა შეიძლება რაღაც კარიერული კვეთაც გქონდათ, ფულადი კვეთაც გქონდათ, ხო, ან ფინანსური ან არ ვიცი. მაგრამ თასების დედოფლიდან, თასების ტუზებიდან, სრული სისავსიდან გადაცვივდით ბოლოს ამ სიტუაციაში. და მოდი მითხარი. ეს ენერგიები გავიგეთ, ეხლა ჩვეულებრივი ლოგიკური სცენარია, რაც რეჟისორმა მაგიდაზე დაგვიდო, მაგრამ ეს ხმლები მაინტერესებს. ორივეს გააქვთ, ანუ ეს ხმლები თქვენია უფრო, თქვენ უფრო მეტი დაკარგეთ თუ მან, არა. დააკვირდით მეგობრებო, აქ ის უფრო წაგებულია, ის უფრო გამწარებული და განერვიულებულია, თქვენ დღესდღეობით უკვე თავი სისავსე გაქვთ, თქვენ დღესდღეობით უკვე საკუთარ თავს თავი მოუყარეთ, ასე ვთქვათ, ხო, უკვე რაღაცა სხვა მომავალს აშენებთ, სხვა რეალობაში ხართ, ასე ვთქვათ, ხო? თითქოს მზადყოფნაც გაქვთ, რომ რაღაცა კი ბატონო ახალი ურთიერთობებისთვისაც თითქოს მზად ხართ და კი ბატონო ახალ შესაძლებლობებს ელოდებით. აქ ძალიან საინტერესო არკანია, შეხედეთ, ეს არის პაჟი, თასების პაჟი, ხო? დაბლა ესეთი გულები, შეხედეთ, გახედეთ ხელები და მაღლა როგორია ჩამოკიდებული მამაკაცი და გოჭი თასთან მიმართებაში, ხო? რაღაცა თითქოს ჩამოუყალიბებელი, ცოტა არასერიოზული მიდგომებია რაღაცებთან დაკავშირებით, დუალური მომენტები, მაგრამ ანუ თქვენ მაინც რაღაცეებისთვის კიდე მზადყოფნა გაქვთ და თვლით, რომ ბედის ბორბალი თქვენს ცხოვრებაში კიდე რაღაცეები შეიძლება იყოს და კი ბატონო, ხო? ის კი არა, შეიძლება უკვე ახალი ადამიანიც იყოს თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილი და თქვენ თვლიდეთ, რომ რატომაც არა, ხო, ვთქვათ, ანუ თქვენს ცხოვრებაში რაღაცეები უკვე მეტნაკლებად ასეა თუ ისეა დალაგებული არა, უფრო გეგმების დონეზე გაქვთ, ხო, რაღაცნაირად გამოსული ხართ უკვე იმ სიტუაციიდან და კიდე ხო, ზომიერებაში ხართ და ბალანსეძებთ რა უკვე ოქროშუალეს, რაღაცა იცით, რომ ცალკე მარტო თეთრი და ცალკე მარტო შავი სამყარო არ არსებობს, ხო, არ არსებობს მარტო ბნელი და ნათელი, მონაცვლეობა ორივე და ყოველთვის რაღაცა მუდმივობაში არ იქნება, ხო? ანუ მუდმივი სამყაროში არაფერი არსებობს და თქვენ წინ იყურებით, ძალიან ისე ცხოვრებას ძალიან იმედიანად გახურებთ. ის ნახეთ რა სიტუაციაშია. 7-იანი ხმლებით როგორ უნდა ვთქვათ, რომ ის კარგად არის, ხო? კი, გარბის ყვავებს ხედავთ, ხო, რამდენი ყვავია აქედან. ნირბის თითქოს სინათლისკენ, მაგრამ იქით კიდე უფსკულია თუ რა არის, არ იცის, კიდე ხო,
4-იანი თასებით რა უნდა ვთქვათ, კარგს ვერაფერს ვიტყვით და საიმედოს და საინტერესოს. ერთი თასი კი ჯერ კიდე სავსე, მაგრამ იმას არც ხედავს და არც უყურებს, კიდე რა ენერგიებშია, ხო, ნუ გაბომჟებულია გეუბნებით ეს სულიერადაც, ფიზიკურადაც არ არის კარგად. რაღაცა სამართლიანობით, შეიძლება რაიმე პირდაპირ მნიშვნელობით სამართალდამცავებთანაც გქონდეს ხო პრობლემა რაიმე, ან რაღაცა მორალური დისკომფორტი გქონდეს რაღაცა სამართლიანობასთან, არ ვიცი, არ გამოურიცხავ მეგობრებო. კიდე ხო, ნუ რაღაცა შეიძლება ახალ საქმეს არის შეჭიდებული, მაგრამ მაინც თავის კვერთხების დედოფალზე ფიქრობს. და არის აი ესეთი გამწარებული, ერთი წუთით ბოდიშს გიხდით. მაპატიეთ. ხო, ნუ აი ამ მდგომარეობაში როგორ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, ხო? ნუ ნახეთ. კი, ხმლების მეფე არის, თითქოს კონტროლის ქვეშაც აქვს ყველაფერი, მაგრამ თავზე მაინც ყვავი დასჩხავის, ხო? და თითქოს გაშვებული აქვს თავისი შანსები, რაღაცა ბალანსი ვერ დაიჭიროს. კარგით. ახლა ვნახოთ ესეთი კითხვა, ხო, ასეთი რაღაც ვიკითხოთ. თქვენთან, კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით, ახლა პირველი ემოცია, რაც მას მოსდის, აი, რა ემოციასთან ასოცირდებით. ხო, რაღაცა შანსთან, რაღაცა შესაძლებლობებთან, რაღაცა სიმშვიდესთან, რაღაცა სიმყუდროვესთან, ხო, რაც მას თქვენთან ქონდა უფრო სწორედ. კიდევ რასთან ასოცირდებით? ხო, ცხრიან თასებთან, სისავსესთან რაღაც, აი, თითქოს ყველაფერი თავისით რომ მოდიოდა სამყაროდან, თითქოს ყველაფერი რომ სავსე იყო, თითქოს ყველაფერი ყველანაირი და ნუ ქალთან, რომელიცაც უფრო სწორედ მოჯადოებული იყო რა. და შეიძლება თulis კიდეც, რომ ეს აი, ნუ ჯადოსნურია, ხო, სასწაულებრივი ქალია, რაღაცა მზისფერი ქალია, ხო, მზის მსგავსი ქალია, ესეთი ემოციები მასთვის. და კარგით, ბოლო კითხვა დავსვათ ასეთი ამ ინტერვიუში, ბატონ თუ ქალბატონ X-თან თუ Y-თან, აპირებ რამე საერთოდ განიხილა ურთიერთობის აღდგენას? ფიქრობ, რომ შეიძლება ურთიერთობა აღდგეს, მერყეობს. უნდა ის ემოციები, ცალსახად ენატრება, მაგრამ თითქოს თulis, რომ აზრი არ აქვს, თითქოს თulis, რომ რაღაცები გაფუჭებულია და ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდება, ძალიან დიდი ჯადოქრობები დაჭირდება, პირდაპირ მნიშვნელობით დიდი ტრანსფორმაციები და რაღაცა თქვენ შეიძლება უკვე სხვა სიტუაციაც გაქვთ და ესეც აფერხებდეს, ხო, თვლიდეს, რომ სტაბილურობა თქვენ უკვე სხვა სიტუაციაში გაქვთ და ანუ სხვაგან ხართ, ასე ვთქვათ, როგორ არის ის ლექსი, ხო? ხელი არ ახლო, იასამან, არა, მიცა ხო, ხელი არ ახლო, სხვისი ცოლიათ როგორ არის, ახსოვს რაღაცა ლექსია ეგეთი. გული არ დაგწყდეს იასამანო, გული არ დაგწყდეს სხვისი ცოლია, თუ რაღაცა ეგეთი, ხო? აი ესეთი მომენტი აქვს რა, რომ თulis, რომ თქვენ უკვე თქვენი სტაბილურობა სადღაც გააქვთ. მაგრამ ძალიან აინტერესებს რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ძალიან უნდა რომ იცოდეს რა მდგომარეობა, აი ინფორმაციები მოაგროვოს, იცო რაღაცა ძალიან ჩახმალულ, ჩახანჭული და ნატკენია. დღემდე მიყვება მეგობრებო და ძალიან დიდი მიჭეჭულობა აქვს თქვენთან დარჩენილი. აი ძალიან დიდი განსაკუთრებით სექსუალური მიჭეჭულობა აქვს თქვენთან მიმართებაში. კარგით, მაგრამ არა, მე აქ ჯერჯერობით კონტაქტზე გამოსვლას ვერ ვხედავ. მადლობა, ნახვამდის, წარმატებებს გისურვებთ დროებით.